არის სიგნალი გვაქვს. გამარჯობა მეგობრებო, Inside Orb-ი დაბრუნდა და გაგაცნობ დღეს ჩვენი გუნდის წევრებს. ხედავთ კადრში ბატონ შიოს, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იქნება. ყავს მთავარი მწვრთნელის ახალი ასისტენტი ნიკა სოლოღაშვილი, ირაკლი ტომარაძე, რომლებსაც ახლოდან ძალიან მალე გაგაცნობთ. პირველად ორბის ისტორიაში გვეყოლება საქართველოს ნაკრების წევრი, არა მეორედ უბრალოდ, იმიტომ რომ შარშან ლუკა ლიკლიკაძე ყავდა, წელს კი ილია ლონდარიძე შემოუერთდა ჩვენს გუნდს. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ასევე გუნდში, ჩვენი ლეგიონერები და მოკლედ ნახოთ წლევანდელი სეზონი როგორი გამოვა. მოусმენთ ჩვენს კლუბის პრეზიდენტსაც, ჩვენს ძმას თორნიკე გიორგაძეს და იმედია რომ წლევანდელი სეზონი იქნება წარმატებული. დღეს მატილდა გიორგაძეც შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ჩვენი პატარა მეგობარი. ნახოთ რა გამოვა, პირველი თამაში გვაქვს ქუთაისთან და დიდი იმედი მაქვს რომ ეს თამაში დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. შარშანდელი სეზონი იყო კატასტროფული, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ და იმედია ესეთი სეზონი აღარ გვექნება და წელს უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, როგორც მინიმუმ პლეი-ოფში შევალთ. დღეს სპეციალური სტუმარი გვყავს, შემოგვიერთა ქალბატონი მატილდა. მოხარული ვარ, რომ სეზონს ვიწყებთ. სეზონის პირველი თამაში წინა ვარჯიშია. ბიჭებს ამაღლებული განწყობა აქვს, ყველას გვიხარია სეზონის გახსნა. ვეთამაშებით ქუთაის ზესტაფონში. იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის დარბაზი რემონტზე არის გასული. ჩვენ რაც შეგვეხება წინა წლის სუპერლიგის ბოლო ტურში ზესტაფონის დარბაზი კარგად დავცვადეთ ბათუმთან თამაში და ძალიან დაძაბული თამაში მოვიგე და დავჭით სუპერლიგაში და იმეს დავიტოვებ რომ ეს დარბაზი ჩვენთვის ყურად კარგად იქნება დაცდილი და სუპერლიგასაც დადებითი ბალანსით გავხსნით. მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სპონსორებს, ვინივერია კვლავ გვერდში გვიდგას და აგრძელებს ჩვენ თანადგომას, ასევე შემოგვიერთენ გალფი და ბაკურიანის წყალი და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება ამ წლის განმავლობაში და ეს ურთიერთობა გაღრმავდება და გაიზრდება და უფრო მეტი სპონსორი დაინტერესდება სუპერლიგი და სუპერლიგის გუნდების გვერდში დგომით. პირველ რიგში გილოცავთ სეზონის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ძალიან კარგი განწყობაა გუნდში. პირველ თამაშს ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს ქუთაისს. და როგორც ქუთაისისთვის ვარ მზად, ნებისმიერი გუნდისთვის ჩემი აზრით მზად ვარ წლევანდელ წელს და შეგვიძლია ნებისმიერი მოთხოვნის დამარცხება. საინტერესო სეზონს ველოდებით წელს. ბევრი უცხოელი მოთამაშე არის შენ პოზიციაზე და რას ეცდები წლევანდელ სეზონში და რა იმედები გაქვს? წელს ვეცდები რომ წვრთნელს დავანახო ჩემი ძალა და დიდი იმედი მაქვს დავეხმარები გუნდს ამ სეზონის მანძილზე. და რა ბიჭები ბოლომდე ვიხარჯებით და რა ვუსურებ ყველა ჩემპიონობას და კარგ სეზონს. აი ახლა მივიდეთ მწვრთნელთან და ვკითხოთ თელავის პრინცი აპირებს ძირთადში მეტ დროის გატარებას. თელავის პრინცი ამბობს რომ მინდა ჩემი ძალები ვანახო და მეტი დრო მომწესო და ამ თემაზე რა ასეთ? დრო თამაშზე? ხო. ხომ რა აგერ ვარჯიშია და მანახოს. ვარჯიშზე მალავს? აგერავა რა, ვარჯიში. მაინდა-მაინც თამაშზე? გამოდის რომ ვარჯიშზე ვერ განახა ესე. როგორ არა შენ ანუ როგორ არის იცი რომ კახი რო კაი ვერ იმაზე კაი და ამაზე კაი და იქ და რა ამბებია. ჯიქო ნახე იმენა მოდელი იმენა ტანზე დგას გახთილი აგერ ძმაო კაპიტანი რომელიც ძალიან გამოირჩევა თავისი ენაწყლიანობით და სულ გველაპარაკება იმენა არ ჩერდება და ვინ არის კიდე აქ და ხარაბატო ხარაბას დაველაპარაკოთ ხარაბ წლევანდელ სეზონში ხო ბოლომდე იქნები იმენა. კი. ხარაბა წლევანდელ სეზონში ბოლომდე იქნება. და რა მოლოდინი გაქვს უთხარი? ხო ვილაპარაკე უკვე ფინალი მინდა და მინიმუმ პლეი-ოფ. მოლოდინი მაქვს? მოგება. იდეალურ არ მოგება უნდა. აი ენაწყლიანი კაპიტანიც მას უნდა მოვაგებინოთ დანკონტესტი. ეგ უეჭვი. ხარაბამ უნდა ჩემი აზრით, ჩემი აქედანვე მიმართავ თუ ჩატარდება წელს სუპერლიგის ოლ-სტარი, როგორც იყო, წელს იგებს ამ ოლ-სტარს ხარაბა დარწმუნებული ვარ. როგორც გითხარით, ნელ-ნელა გაგაცნობ ჩვენი გუნდის ახალ წევრებს და ერთ-ერთი ახალი წევრი გახლავთ ჩვენი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ნიკა სოლოღაშვილი.
რომელზეც ინფორმაცია მანამდეც ჰქონდა, საკმაოდ კარგი, ასე რომ ვთქვათ, კლინიკა გაიარა, ისეთი როგორც აქვს გამოცდილ მწვრთნელებს გავლილი და შემოუერთდა ჩვენს გუნდს. რას ელოდები ახალი სეზონისგან და ზოგადად გუნდს როგორ მიეჩვიე? მოგესალმებით, კარგად მივეჩვიე გუნდს, აქტიურად გავდივართ მომზადების პროცესს, შეკრებაც კარგად ჩავატარეთ. თავს გუნდში ყველა კარგად გრძნობს და დიდი იმედები გვაქვს და წარმატებით დავამთავრებთ სეზონს. პირველი ორი თამაში საკმაოდ რთულია, ანუ კალენდრიდან გამომდინარე, გვიწევს მოქმედ ჩემპიონთან და ვიცე ჩემპიონთან დაპირისპირება და ხო არ ჯობდა რომ თქვა შედარებით იოლ მეტოქეებთან დაგვეწყო თუ ასეც არა უშავს? არ აქვს მნიშვნელობა, ვის შევხვდებით, მთავარია ჩვენ მზად ვართ და შედეგს ვნახავთ თამაშების შემდეგ. აი ასეთი განწყობა გვჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით და არა ის როგორიც ჰქონდა შარშან როცა გავედით მე-10 ადგილზე და მე ძლივს პლეი-აუტში, არა ძლივს აღარ პლეი-აუტში მარტივად მოვიგეთ, მაგრამ იქამდე აღარ უნდა მივიდეს საქმე. მოკლედ წლევანდელ სეზონს ვიწყებთ, როგორც გითხარით, რამდენიმე ახალ კალათბურთელთან ერთად და რა თქმა უნდა, მათაც გავისაუბრებთ. First match against Kutaisi. They are champions. They are champions. That was last year. No, we're just really excited to play. You have a short preseason. It's time to go. It's a new group of guys, but I'm just so grateful for the opportunity, and we're excited to get to play, man. It's a blessing. About your points? All right, I'll do 20 more for you. Okay. Thank you. Totla. აბა რას გვეტყვი ახალ სეზონზე უცბად გითხარი. პირველ რიგში მოტივირებულები ვართ და ხვალ მოსაგებადია ვარ აუცილებლად და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და მოვიდეთ. დარჩი გუნდში და რამდენად არის შენთვის მოტივაცია რომ რეგულარულად უკვე მესამე სეზონს, მეოთხე სეზონს თამაშობ სუპერლიგაში? მესამე. ბოდიში ანუ ერთი ჩვენ რომ მოგვიგო 2-0-დან 3-2 და მაგას არასდროს არ დავივიწყებ და შარშან ჩვენ გადაგვარჩინა ესეც თქვა. წინა სეზონი არ გამოვიდა როგორც გუნდისთვის კარგი, ისევე ჩემთვისაც და ვეცდები რომ წელს კარგად ვითამაშოთ რა, როგორც გუნდმა, ისევე მოთამაშეები. ზაფხულში ნავარჯიშები რო არის, ეთყობა აგერ შეხედავდით ნარიმან. აი მოდი ნარიმანასაც ვკითხოთ. რა მოლოდინი გაქვს ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით? ეს არ გამომოჩვენ, ხელი გამომოჩვენ. პირველი თამაშია და მაქსიმალურად ყველა ვცდილობთ რომ მოგებით დავიწყო სეზონი რა. ფოტოშოპის მაღლები მე მგონი ქუთაისის ტრამვირებული ხავს და ელოდები რომ გექნება სათამაშო დრო და დაგვრიჩო. აუ წესით ვფიქრობ რომ შენ სათამაშო დროშაშანს მივიდეთ რა და ვესები მაქსიმალურად გამოვიდეთ. ლენგა, მოკლედ ასეთი ემოციებია და ასეთი მოლოდინია ქუთაისთან მატჩამდე. როგორც აღვნიშნეთ, წლევანდელი სეზონი იწყება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, თუმცა არა იქ, სადაც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონი თამაშობს, ანუ ქუთაისში და ვნახოთ ზესტაფონში როგორ განვითარდება მოვლენები და იმედია რომ სეზონის პირველ გამარჯვებას მოვიპოვებთ საკმაოდ ტიტულოვან კლუბთან. პირველი თამაშის დროს დადგა, ვეთამაშებით ქუთაისს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, იმის გამო რომ ქუთაისის დარბაზი რემონტდება, შეხვედრა ტარდება ზესტაფონში, რომელიც ჩვენთვის იღბლიანი დარბაზია. შარშან სწორედ აქ მოვახერხეთ ბათუმთან პლეი-აუტის საგზურის განაღრება. იღბლიანი იქიდან გამომდინარე რომ მოვახერხეთ საბოლოო ჯამში და დავჭრით სუპერლიგაში და წლევანდელ წელსაც აქ ვიწყებთ. ნახოთ რა მოხდება, რა თქმა უნდა, მატჩის მომენტებს ნახავთ და შემდგომ უკვე ჩვენი კალათბურთელებისა და მწვრთნელის შეფასებას თუ როგორ წავიდა სეზონის პირველი მატჩი. შეხვედრა ტყიბულელთა პირველი შეტევა სამიანი გაუჩა ჩააგდო ტყიბულელის გახდა 14 ნომერი სტუმართა ახალ ის გას გამთამაშებლის პოზიციაზე ლომაშვილი გუნდის კაპიტანი კარგი გადაცემა კიდე მორიგი ორიქულა ჯერჯერობით ძირითადი აქცენტი გუნდებს თავდასხმაზე აქვს გაკეთებული ლომაშვილის სამიანი კი ბატონო ჩავარდა თოთლაძე იწყებს თავისი გუნდის მორიგ შეტევას. კარგად შევიდა და ორიქულა შეძინა თავის გუნდს. დასრულდა პირველი ტაიმი, საკმაოდ დაძაბული და თანამედროვეულად ესეთი ემოციური. ვაგებთ სამკულას მხოლოდ და მხოლოდ 47-50 ანგარიში. უნდა ვთქვათ, რომ ბოლო მომენტში ორიქულა ნამდვილად ჩასათვლელი იყო. ნიკა თოთლაძის შეტევის შემდეგ შეიხო უკვე ფარს კი არა და შიტს, ასე რომ ვთქვათ, ქუთაისის კალათბურთელი შეიძლება ამ ორი ქულის ჩათვლა, იმიტომ რომ შეხების შემდეგ დროც გავიდა, ანუ შეშმოში შედის ეს ყველაფერი, მოკლედ. ძალიან საინტერესო მეორე ტაიმი გოლოდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი ტომარაძე გატიხავს ნავს და
პირველად ისტორიაში მოახერხებს სუპერლიგის გახსნით თამაშის მოგებას. ამრასთან სულ ვაგებდით ერთად და ახლა გვაქვს შანსი რომ სეზონის გახსნით მატჩში სხვა გუნდს ვეთამაშებით, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ. ნახოთ რა გამოვა. დასრულდა პირველი თამაში, დასანანი მარცხი სამწუხაროდ 7 ქულით წავაგეთ შეხვედრა 86-93. წინ მეორე შეხვედრა გველოდება 5 დღეში თესეუსთან, ქვეყნის უკვე ვიცე-ჩემპიონთან და ამ დროისთვის სუპერთასის ფლობელთან. ნახოთ რა გამოვა, იყო ძალიან კარგი მომენტებიც, ჰქონდა შანსი რომ ეს თამაში მოგვიგო, თუმცა საბოლოო ჯამში ქუთაისმა მაინც თავისი, ასე ვთქვათ, ბოლომდე ბრძოლით გვაჯობა და მოიგო ეს დაპირისპირება. არ ჩვენებს ნამდვილად არაფერი არ დაუკვლიათ, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება დარჩათ ქუთაისელებს. ნახოთ უკვე რა მოხდება მეორე ტურში. თოთლაძე იწყებს თავისი გუნდის მორიგ შეტევას. კარგად შევიდა და ორი ქულა შეძინა